ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ აჭარის აღმართში დაძმის სხედრები იპოვეს. ინფორმაციას აჭარა ტაიმსი ავრჩელებს. მათი ცნობით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია აღენიშნება თუ არა სხედრებს ძალადობის კვალი. ბინა ვაკეში 7 კომერციული ფართი-წილები 10-მდე კომპანიაში და 30,000 ლარზე მეტი ანგარიშებზე. ეს არის ქონება, რომელსაც დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვის მინისტრის დაკავებული ყოფილი მოადგილე და მისი ოჯახი ფლობენ. ილია ღუდუშაურს ედავებიან, რომ 2022 წელს სასტრაფო მანქანების შეძენის შესახებ ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიას მოარგო. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილე გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად დაცულია და აქციების დაშლისას საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს იხენებდნენ. დარახველიძე დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ სწორედ აქციების ძალადობრივი დაშლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამოა დასანქცირებული. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ვაშინგტონთან შეთანხმების დადება სურს. პრეზიდენტის თქმით, ისინი ამერიკას რამდენჯერმე დაუკავშირდნენ. ჩვენი დიდი არმა დაგყავს ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან გვყავდა, ამბობს ტრამპი.